აღარ აქვს შემოსასვლელი პირი. შემოსასვლელი პირი ადამიანმა იკითხა, წავიკითხავ ახლა, წაიკითხა და ნახავდა, რომ უნდა უბრალო უმრავლესობა უნდა დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობა. კი ბატონო, კარგით. დაველოდოთ შემოვა ბატონიკობა. გაურეკე, რა ჯაბა შემოვიდეს რა. გაგიდებენ აცი. არა, მაიკით რომ მიხავი, წინ მაგი. სხვა მოსაზრებები რა ვიცი, ხა საკმარისზე მეტი ვისაუბრეთ. კარგი, დავაყენებ კენჭისყრაზე მაშინ საკითხს. რადგან არ შემოდის ბატონიკობა, ალბათ მისი პოზიცია მაინც ვიცით ხარს არ უჭერდა შესაბამისად. არის კენჭისყრაზე ვაყენებ ბატონიკობა, ნუ ახლა აღარ დავიწყოთ განხილვას, უბრალო უმრავლესობა უნდა დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობა უნდა. ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს. მომხრე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 წინააღმდეგი 1 2 3 4 5 ბატონო და თქვენ თავი შეიკავეთ 6 არის მალობ კოლეგებო მიღებულია მესამე საკითხი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების თაობაზე მუნიციპალ საკრებულოს დადგენილების პროექტი ბატონი არჩილ ვანაძე მოგესალმებით წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს წარმოადგენენ პროექტის შესაბამისად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი იზრდება 78,500 ლარით. ძირითადად ეს არის განპირობებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის საპროგნოზო პარამეტრის ზრდით. წლის განმავლობაში ცალკეული კომპანიების მიერ გადახდილი იქნა შემოსავლის აღნიშნულ სახეში მოსაკრებელი, რამაც ამ გაზრდაწლიური საპროგნოზო მაჩვენებელი, ასევე სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების გეგმა იზრდება 218,500 ლარით. ეს არის უკვე ბიუჯეტის 9 თვის ფაქტიური შესრულების შედეგებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ანგის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობაზე დაფიქსირდა ეკონომია, ჩატარებული ტენდერის შედეგად ამ დამატებით გამოთავისუფლებული რესურსი 199,000 ლარს შეადგენს და ეს თანხა გადანაწილებული იქნა შემდეგი პროგრამების მიხედვით. გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პროგრამაში ემატება 65,000 ლარი. კერძოდ აქ არის ქალაქის გარეუბნებში ძირითადად გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება 184,000 ლარი. მემედაბაშის ქუჩაზე ურბანული ფურნიტურის მოწყობა 34,000 ლარი. ანუ აღნიშნულ ქუჩაზე გასულ წლებში განხორციელდა ურბანული ფურნიტურის მონტაჟის სამუშაოები, გარკვეულ ნაწილზეა დარჩენილი და წლის ბოლომდე ეგეგმება ამ მონაკვეთის შევსება ურბანული ფურნიტურით, აქ გათვალისწინებული დეკორატიული ღობურები, იგივე ბოჭკინტები და ურნების მონტაჟი. პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობაში 42,500 ლარით იზრდება ქალაქ ბათუმის ჯავახიშვილის ქუჩა ნომერი 72 და 74-ის მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. ეს სამუშაოები დაგეგმილია ბიუჯეტში, თუმცა სამუშაოების მსვლელობის შედეგად, წარმოიშვა დამატებითი სამუშაოების აუცილებლობა, რაც დაპროექტებული იქნა მერის მიერ, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების ბოლომდე მიყვანას 42,500 ლარი სჭირდება დამატებით. ასევე ცვლილება შეეხო ჯანმრთელობის პროგრამებს, პრინციპში ძირითადი მიზეზი, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს რიგარიშოს ხომაზე განხილული იყო ბიუჯეტი, ეს არის სამედიცინო დახმარების კომპონენტი, რომელიც იზრდება 300,000 ლარით. ამ პროგრამაში დამატებით გათვალისწინებულია 480 ბენეფიციარის დაფინანსება, კერძოდ ეს არის დახმარება მედიკამენტების შეძენისათვის და ბენეფიციართა გეგმიური ოპერაციული და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის თანადაფინანსება
უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამ პროგრამის მომართვიანობა საკმაოდ მკვეთრად იმატა, რამაც წარმოშვა იმის საუცილებლობა, რომ გაზრდილიყო პროგრამის ბიუჯეტი წლის ბოლომდე დამატებით 300,000 ლარით, იყო 550,000 და ემატება ახლა 300,000 ლარი, ჯამში შეადგენს 850,000 ლარს. ასევე ცალკეულ ქვეპროგრამებში შეეხო ცვლილება, კერძოდ მოხდა თანხების გადანაწილება, იგივე ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტში დამატებით იქნა გათვალისწინებული გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე წყალარინების შუალედური სატუმბის სადგურის ელექტროენერგიის ქსელში ჩართვის საფასური, ასევე შიდა განაწილება ღონისძიებებს შორის მოხდა საპროექტო სახელმწიფო და ტექნიკური დოკუმენტაციის ზედამხედველობის პროგრამაში და გარეგანათების პროგრამაში, კერძოდ დეკორატიული განათების სამუშაოებიდან ქუჩების განათების სამუშაოებზე. ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაკორექტირდა მომუშავეთა რიცხოვნობა, ეს შეეხება საბავშვო ბაღის გაერთიანების ქვეპროგრამას, კერძოდ IP საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დამატებით ახალი ბაღების ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით იზრდება საშტატო ერთეულების რაოდენობა და ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ემატება 6 ერთეული, ბაღების შემთხვევაში იყო 62 ერთეული. რაც შეეხება IP ბოტანიკურ ბაღს, აღნიშნულ ბაღში დღემდე საქმიანობდა დოქტორანტები და სტიპენდიანტები, რომლებიც ეწეოდნენ იქ აკადემიურ მოღვაწეობას და ფაქტიურად ამ ადამიანების დასაქმება განხორციელდება, გაძლიერება ხდება აკადემიური მიმართულებით, რისთვისაც რაც გათვალისწინებული წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტში. ასევე გუშინდელ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის კომისიაზე განხილული იქნა საკითხი ბინათ მესაკუთრე თანხმოვანების განვითარების პროგრამაში ცვლილების განხორციელების შესახებ და მიზანშეწონილია, რომ ამ ცვლილების გათვალისწინებით ეყაროს კენჭი ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს. ეს არის მოკლედ ამ ცვლილებების შესახებ. საერთო მაჩვენებლებს მოგახსენებთ, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრება 100,880,100 ლარით, ხოლო ნაშთის ცვლილების გათვალისწინებით გადასახდელების თვლიანი მოცულობა 155,47,200 ლარს შეადგენს. ბატონ თენგისთან ექნება კითხვა. ბატონ თენგის, ჩვენ კომისიაზე დავაყენეთ საკითხი, რომ შტატების დამატებასთან დაკავშირებით ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი მოსულიყო და პირადად მოიხსენებინა, რაში ჭირდებოდა 6 შტატის დამატება. ჩვენ ეს როგორც ვიცი, კომისიის დასკვნაშიც შევიტანეთ, ხო შევიტანეთ ბატონ თენგის? ოქში, კი ბატონო. არა, ბატონი კონკრეტულად ბატონი თამაზი მოვიწვიეთ და ვინოდა რაღაცები გვეკითხა კიდევ. თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო თენგის, რატო არ მობრძანდა ბატონი თამაზი? ბოდის ვიხდი, ვერ შევძელი მასთან დაკავშირებით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია პირველივე ახლოეს კომისიის თომაზე მოვიწვიოთ ბატონი თამაზი და მოусმინოთ მას. დღეს არის გადაწყვეტილება მისაღები ამ 6 შტატთან დაკავშირებით და კენჭი უნდა უყაროთ ბატონო თენგის და მე მაინტერესებს მისი ახსნა მაინტერესებდა, იქ იყო ჩატარებული რეორგანიზაცია, იქ იყო კიდევ რაღაც ფაქტებზე იყო საუბარი, რომელიც მოხდა და მე შეგეძლო დაკავშირებოდით ბატონო ჯაბა თვითონ. დაკავშირებულიყავი ჩვენ საფინანსო კომისიაზე განვიხილეთ ბატონო თენგის ეს. და ოქშიც შევიტანეთ. ხო და რატო არ სრულდება ეს ისა რა ქვია და მითხარით რომ თუ მივლინებაშია მოადგილე დაესწრებაო. ვერ ვასრულებ ჩვენ უფლება მოვალეობებს. ალბათ იმედია ახალი მოადგილე დაგვეხმარება ამაში. გისმენთ ბატონ არჩილ, რაში ჭირდება 6 მოადგილე ბატონ თამას? 6 მოადგილე 6 მოადგილე არა და 6 თანამშრომელი პლუს 6 თანამშრომელი. აქ საუბარი იყო, რომ დღეისათვის ბოტანიკურ ბაღში მოღვაწეობენ ახალგაზრდა სპეციალისტები, ესენი არიან ძირითადად მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ასევე დოქტორანტები, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან და მიმართულებით ხდება საქმიანობის გაძლიერება, რისთვისაც ორგანიზაცია ითხოვს დამატებით 6 საშტატო ერთეულის გამოყოფას.
ბიუჯეტის საერთო სახელფასო ფონდის ხარჯზე, ანუ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ფონდი არ იზრდება რა, ანუ წლის განმავლობაში სახელფასო ფონდში დაფიქსირებული ეკონომიკის ხარჯზე. შეიძლება გეგმიური ოპერაციები ახსენეთ, ეს გეგმიური ზოგადად გეგმიური ოპერაციები თუ მხოლოდ ონკოლოგიაში? დამატებით თანხა გამოიყოს, ეს ზოგადად გეგმიურ ოპერაციებს ეხება თუ მხოლოდ ონკოლოგია იყო ნახსენები? აჰა, გასაგებია. კითხვები უნდა პასუხო? როგორც სოფლომ გააკეთა განმარტება, ანუ პროგრამით გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება, ანუ შევსება, როგორც გეგმიური ოპერაციები, ასევე ონკოლოგიური პაციენტებისათვის, ანუ შესაბამისად იმ პროგრამის პირობების შესაბამისად და არაფერი არ იცვლება, მხოლოდ დაფინანსება ემატება რა და დამატებით ბენეფიციარების რაოდენობა. სხვა კითხვები გაქვთ? ესე იგი, კითხვა რო არ გქონდეს, არავის სხვას კითხვა რა. ასვას კითხვა ახლა, გეკითხები. რა ვიცი, აბა. ბატონო, ესა, არჩილ. აქ ოღონდ ვისაუბრო ხო არა, ანუ კითხვა უნდა დასვას. ოღონდ საუბარზე კი არ არის. აქ აბა რას კითხვა? გრეიდერზე მე მგონი პასუხი მაინც ვერ მივიღე. უნდა ჯაბას დასვა კითხვა, ქონდა ბატონ თემურს დასვა კითხვა, კი ბატონო. ბატონო, ნაშთან დაკავშირებით მაინტერესებს. ჩვენ ერთგვარი შეთანხმება გვაქვს ბატონო არჩილ, რომ მერია მოახდენს მთლიანად თქვენი სიტყვებია და ჩაწერილიც არის და ანუ ესეთი საგარანტიო დაგიდეთ ახლა რა ხან თქვენ ფინანსებში. მე მგონი არ ჭირდება ჩაწერა. თქვენ და ჩემს შორის თუ მოთხოვნა შორის იყო მოკლედ ეგეთ შეთანხმება გვაქვს რომ მერია მოახდენს მთლიანად განსაზღვრული თანხების ათვისებას. და საბოლოო ჯამში ათვისების მაჩვენებელი გვექნება 100%-მდე. ასე თლათ 100%-ზე არ გავიდეთ მოკლედ. შესაბამისად, მაინტერესებს დღეს არსებული ნაშთი 34 მილიონი, რომელიც გააჩნია ბათუმის მერიას. ამ 34 მილიონ ნაშთს დამატებული კიდე დასახარჯი თანხები, რომელიც არის, რამდენად ჩაჯდება ჩვენ შეთანხმებაში, ანუ რამდენად შესრულდება თქვენს მიერ დადებული გარანტია და ხო არ მოხდება ის, რომ გარანტიის ვალდებულება ეკონომიკური გუნდის პასუხისგებლობის თუ სხვა შევაძალაში. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თვითმიზანი არ არის რაღაც თანხის დახარჯვა, თვითმიზანი არის ბიუჯეტის იგივე საშემოსავლო და ხარჯვითი პარამეტრების შესრულება, როგორც არის დაგეგმილი და დამტკიცებული საკრებულოს მიერ. მინდა გითხრათ, რომ იგივე სამი კვარტლის შესრულების მონაცემებით, რაც ანუ პირველადი მონაცემები, რაც გადმოგზავნილი იქნა საფინანსო და ეკონომიკურ კომისიაში, ანუ ბიუჯეტი თითქმის 90%-მდე არის შესრულებული შემოსავლების ნაწილში, გადასახდელების ნაწილში, ხოლო შემოსავლების ნაწილში არის გადაჭარბება. ნაშთი მეორე კვარტლის ბოლოს თუ კი იყო 45 მილიონი, უკვე მესამე კვარტლის ბოლოს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 მილიონი ლარი შემცირდა. ის პროგრამები, რომელიც დაგეგმილია 35 შეადგინა 35 დღის მდგომარეობით არის 31 მილიონი, მუდმივად იცვლება გამომდინარე იქიდან დამოკიდებულია ნაშთებზე. კიდე დაგეგმილი ხარჯები რამდენია? წლის ბოლომდე. ნაშთ პლუს დაგეგმილი აქტივობების თანხები. მთლიანობაში თუ არ ვცდები, 9 თვის შედეგებიდან გამომდინარე იყო 55 მილიონი დასახარჯი მესამე კვარტალში რა. კი ბატონო, შეიძლება იყოს ესეთი ციფრი. ზუსტად გეტყვით, ეს არის 54 მილიონ 873 ლარი. ანუ სამი კვარტლის შედეგების გათვალისწინებით, რაც საკმაოდ რეალური მაჩვენებელია, თუ კი გავითვალისწინებთ, თქვათ მესამე კვარტლის შედეგებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ანუ ხელშეკრულების უმრავლესობა, ასე ვთქვათ, ანუ ჩატარებული ტენდერები გაფორმებულია, სამუშაოები მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. ცალკეულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, არის პრობლემები. იგივე ეს შეეხება პირველ რიგში იაფის სახს, ანუ ტენდერი გამოცხადებული ანუ არ შედგა, ხელმეორედ გამოცხადა, თუმცა სავარაუდოდ წლის ბოლომდე ანუ ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრის ხარჯვის ნაწილში პრობლემა არ შეექმნება.
რა თქმა უნდა, პრობლემები არის, მაგრამ მუშაობთ ამის აღმოფხვრაზე შესაბამის სამსახურებთან ერთად და ის პარამეტრები, რაც გაწერილია ბიუჯეტში, არის რეალური და შესრულებადი წლის ბოლომდე, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ანუ ბიუჯეტი შესრულდება. რაც შეეხება ეხლა ნაშთს, ახლა არ მინდა დავკონკრეტე რაღაცებს, თუმცა ნაშთის არსებობა შეიძლება იყოს შემოსულობების გადამეტებით დაგეგმილზე, ანუ შემოსულობის მატებით გამოწვეული, ასევე სხვა პირობებით, თუმცა ეს იქნება ნორმის ფარგლებში რაღაც არსებით პრობლემებს ამ კუთხით არ ველოდები. მე ვნახე, ბატონო არჩი, მე ვნახე იაფის სახლის პროექტი და ის ინოვაციასაც გავეცანი, რომელსაც ბათუმის მერია აპირებს, ეს არის კოლეგებო, მინდა თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ, ეს არის ულტრა თანამედროვე სახლი, რომელსაც ექნება გარედან მოპირკეთებული ქვა, შემდეგ უკვე იქნება გიფსაკარტონი, ცელოფანი, ეს ქვა იქნება საკმაოდ თხელი. შიგნით იქნება ორი ფენა გიფსაკარტონი, შიგნით იქნება ეკოვატად წოდებული, მაგრამ რეალურად ეს არის დაფქვეული ქაღალდი, რომელსაც ასველებენ და რაღაც ქიმიკატებს ურევენ და იმით იქნება კედლები ამოვსებული. შენობა თვითონ იქნება მეტალოკონსტრუქციის, არა იმ ძველებური სქელი ბალკებით გაკეთებული, არამედ ეს იქნება მეტალოკონსტრუქციის, რაღაცა მსუბუქი კონსტრუქცია, როგორც გიფსაკარტონია პირობითად, დაახლოებით მაგნაირი ფორმატის რკინით გაკეთებული, ფენები სართულებს შორის იქნება პოლიესტერ ბეტონით გაკეთებული, ანუ ეს არის ჩვეულებრივი მასალა, რომელიც შესაფუთად იყენებენ ტელევიზორი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, არეული ბეტონთან და ეს ჩაესხმება სართულებს შორის. მე ბევრი ვეძებე ბატონო არჩილ, ანალოგი სოფლიოში დაურეკე უკრაინულ კომპანიებსაც და იცით რა მითხრეს, რომ ესეც სახლი ორი ცალი აშენდა, იმ განსხვავებით, რომ გარე კედლები იქ ქაფ ბეტონით არის დამზადებული და არავინ არ იცის ეს გარე მოკლედ რასთან გვაქვს საქმე, ანუ რატო უნდა იყოს ქაღალდის კედლები. და მეორე, არავინ არ იცის მდგრადობა, ყველა სპეციალისტი ამბობს, რომ ამ სახლებს უკრაინის კლიმატზე მაქვს საუბარი და არა ამ კლიმატზე, რომელიც ყველაზე აგრესიული იყო საბჭოთა კავშირში და შეიძლება იაფის სახლის პროგრამით წასული სახლი, ისა გამოსყიდვის პროცესი, როდესაც მოქალაქე იყიდის, ბოლოს 15 წლის თავზე დაჟანგული დახდეს. იმიტომ რომ ძალიან აგრესიული კლიმატია, ეხა იცინეთ ბატონო ლაშა, თქვენი საკურაციო სფეროა ინფრასტრუქტურა. ნუ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორია და რითიც აშენებ, ის დაიჟანგება ბატონო ლაშა. და რა შენდება, ტენდერში ჩახედე და გაარკვიე. ეს ერთი, მეორე იაფს სახთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, მუდმივი კითხვაა, როდის შეიკრიბება კომისია და საერთოდ როდის დაიწყება მსჯელობა, ვისთვის ვაშენებთ ამ სახლს და ამის სურვილიც არ აქვს ჯერ მერიას გაცხადებული და კიდევ ერთი თემა მაინტერესებს, ეს არის ურეხის მოხუცებულთა თავშესაფარი, რომლის რეაბილიტაციაზე ყოველ სხდომაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახური იძახის, რომ იწყებს დაპროექტებას და ხარჯთაღრიცხვებს და ასე შემდეგ. დღემდე ბიუჯეტში ერთი თეთრი არ შემიმჩნევია, სპეციალურად გადავხედე ამ კუთხით და ერთი თეთრი არ არის გამოყოფილი იმისთვის, რომ ურეხის ყოფილი ბავშვთა მოკლედ ისა სკოლა, პანსიონი თუ ინტერნატი მოხდეს მისი რეაბილიტაცია იმისთვის, რომ იქ გადავიდეს მოხუცებულთა თავშესაფარი, ან სამანევრო სახლი, ან სხვა, მოკლედ რატო არ აკეთებთ ქმედებებს, როდესაც როგორც იაფის სახლის პროექტი, ზუსტად ანალოგიურად იგივე შენობაც დაპროექტებულია და პროექტი დევს შვეიცარიელების მიერ მომზადებული თავისი შიგა განლაგებით და ყველა პირობით, რომელიც მოხუცებზე არის გათვლილი და ამაზე არაფერს არ აკეთებს და თქვენ ეხა იძახით 34 მილიონი ნაშთი, ამ 34-ში კი არა, რასაც ხარჯავთ, იქაც გაუგებარია ბატონო ირაკლი. ხარჯავენ რკინის კონსტრუქციის სახლში სამარცხვინო, როდა არც ერთი მშენებელი ქვეყანაში, საქართველოში არ აშენებს მაგ ტიპის კონსტრუქციიდან სახლს. მერიამ ჩაწერა 5 სართულიანი არსად არ არის ბატონო. დათვლილია, კაი, 5 სართულიანი არსად არ არის და მეორე
10 მილიონიან გამოცდილებას ითხოვენ კომპანიისგან ბოლო 3 წლის განმავლობაში. ეს არის აშკარა მორგება. ეს არა. როგორ გეკადრებათ სამშენებლო სამუშაოზე ამ სფეროში არ ითხოვენ ზოგადად სამშენებლო სამუშაოზე 10 მილიონიან გამოცდილებას. საქმესთან ანალოგიური საქმე არის რკინა კონსტრუქციის ძალიან სპეციფიური ამბავია და მოკლედ ამაში ითხოვენ 10 მილიონის გამოცდილებას. ითხოვენ ზოგადად სამშენებლო საქმიანობაში გამოცდილებას. არის სფეროების გაიცეთ, ვერაც წავიკითხე იგივე წერია. მთელი საკრებულოს და ჯიუ გასაგებია 10 წუთია საუბრობ ეხლა. ხოდა 10 წუთი რო ვსაუბრობ, მარტო უნდა გამაჩეროთ. არ უნდა დაინტერესდეთ. გასაგებია შენი პოზიცია იყო კომისიაზე, არ დადიხარ? რა კომისია, გერა, ისე გამოაკ და მიაკ და მოაკ მერიას რომ საერთოდ არ გეკითხება, ირაკ თავმოყარეობის საკითხიც არ არსებობს. საკრებულოს წევრები ხარ, არ დაგაინტერესებთ ეხლა რა რკინის სახლი შენდება. მერე კითხოთ. თქვენ რომ ლაპარაკობთ ამ ინოვაციური პროექტები საერთოდ არ უნდა განახორციელოთ მაშინ ქალაქში. ეს არის ინოვაციური პროექტები უნდა განხორციელდეს და ისე ჩამორჩენილი 10 წლეულობით ჩამორჩენილი ვარ. საერთოდ უნდა ვიცოდეთ ჩვენებობა. ბატონო თემურ კითხვას გისმევთ, რამდენ სართულიანია ეს შენობა? 5 სართულიანი შენობაა. რამდენ სართულია? რატომ მეკითხებ? ხო და მაგას გეუბნებით, იმიტომ რომ მოიკითხეთ. მე ზოგადად ლაპარაკობ, ზოგადად რო ლაპარაკობ, მაია პრობლემა. არა, ეგ ასეთი მიდგომა იგი გამართლებული საერთოდ. ძალიან ბევრ სფეროში გვაქვს, უკვე ჩამორჩენები გვაქვს საერთოდ. მიუღებელი რა ვთქვი. მოხუცებულთა თავშესაფარი გაკეთეს მეთქი მიუღებელია. მე არ მithქვამს რომ მიუღებელია. აბა იაფის სახლი ხარისხიანი აშენდეს, იმიტომ რომ კაცმა უნდა იყიდოს მეთქი მიუღებელია. რანაირად შეიძლება? მე არ შევეხე ინოვაციურ პროექტს და არა იმას ახლა. რანაირად შეიძლება ყველაფერი მიუღებელი იყოს თქვენთვის? მიუღებელი შენთვის არის ყველაფერი ყობა ჩვენთვის. არც ერთი ექსპერტის დასკვნა არ ახლავს, რომ ეს სახლი აპრობირებულია აჭარაში. ვიცი წაკითხული მაქვს. ასალაც ნანახი მაქვს. და დარეკილიც მაქვს და მოკლეულიც მაქვს. სახლს ააშენებ მაგითენგო? შენ ააშენებ შენ სახლს. შენ სახლს ააშენებ 6 მმ-იანი კედლებით? ააშენებ. ერთხელ თუ მოგეკითხია საერთოდ ქალაქ მერიას აი ეს იგი რომ არის ბაღაბაღები რომ არის სოციალური სახლები რომ არის ან ბიუჯეტი არსების შენობა გათბობა შენახვა გაგრილება რა უჯდება წლის განმავლობაში თქვენ თუ დაგითვლიათ საერთოდ თუ ამაზე თუ გაგვიმახვილებია ყურადღება ძალიან ბევრი ჩამორჩენა გვაქვს ამ სფეროში და ძალიან ბევრი წინსვლა გასაკეთებელი საერთოდ ამ მიმართულებით მე უთხარი რომ გააკეთოს თემურ რატო ხარ ასე ჩუმად რატომ გონია მაგა? კაი და ერთი კიდე ბოდიში რა. მეტაქსას მე როგორც მაჟორიტარს მქონდა კითხვა და მერი და დამშვიდი ლაშა. აჩიათი მართლა არ მალაპარაკო რა. ლაშა დამშვიდი. ხარ კეთილი მოწყობაში და მარტო შენუბანს რო ყურირებ. მარტო შენუბა. რას ქვია? შენ დაიხარ რატო უნდა მოვისე. ბოდიში. ბოდიში რა კი. ბოდიში ერთი წუთი. ყობა, ისა ბატონო ყობა, მოხუცთა თავშესაფარი წლის დასაწყისში არ გახსოვდათ? მოხუცთა თავშესაფარი. არა, არც დაწყებულა. არა, ხო? ბატონო არჩი, ერთი რაღაც კი, გეთახმები, ლაშა ბათუმი. მომისმე ბატონო არჩი. ერთი კითხვა. ბატონო ყობა. ბატონმა მერმა აქ განმიცხადა, რომ მეტაქსას ქუჩაზე მდგომი შენობა, რომელიც არის აჭარის მთავრობის საკუთრება და რომელზეც მე როგორც მაჟორიტარმა მიმართე, რომ ეს შენობა განიხილონ ბავშვთა ბაღის გასავითარებლად, ამ შენობაზე მითხრა, რომ მიწერილი აქვს წერილი და უკვე მოთხოვნა წაყენებული აქვს აჭარის მთავრობისთვის. მაინტერესებს იქნება თუ არა? ბატონო ბიუჯეტთან არის პირდაპირ კავშირში, მაინტერესებს ამ ბიუჯეტში, იმიტომ რომ სხვა ტრიბუნაც არ არსებობს, რომ ამბავი გაარკვიო. ბატონო გოგა, მაშინ თქვენ კითხეთ, ხო არ იცით რა პროცედურასთან გვაქვს საქმე? ბატონმა გვაძლევენ ისინი? იმიტომ ჩვენგან გიკითხრათ და რავი ტელეკამერების წინ გაგიმეორებთ, რომ უარი მივიღეთ შენობის გადმოცემაზე. არ ვიცოდი. არ ვიცოდი. პირიქით, გიორგი მითხრა რომ მიმართული მაქვს, მერმა მაშინ დღესაც არ დაუჭიროთ სტადიონზე მხარი და იგრძნონ. არა, ჩვენ ვინ
იმას უკან უნდა მიყვე. ამ შემთხვევაში მოსულა. ამ შემთხვევაში მალო თავისუფალი დემოკრატების გარდა იქნებ კითხვის დასმა სხვასაც უნდა დავაცალოთ. მე სპეციალურად არ შერდება ჯაბა და როგორ დავსვათ. მე სპეციალურად პაუზა გავაკეთე. არ უნდა არავის დასმა კი ბატონო გააგრძელე მე იქნებ უნდა სხვას დასმა. ოდა სპეციალურად პაუზა მქონდა და მე დავსვი კითხვა, იმიტომ რომ არავის კითხვა არ ქონდა, სამჯერ იკითხეთ. თუ გინდა გადაამოწმეთ. ხო და ამიტომ ყველას მაგილად შემდა ისაუბრო. მე ჩემი სადგივარი მაქვს. ესე იგი მეტაქსას ქუჩაზე უარი უთხარით ბავშვთა ბაღებს მოხუცებულთა თავშესაფარზე პასუხი გამეცით თუ შეიძლება და მაინტერესებს მოხუცებულთა თავშესაფარზე პასუხი გამეცით თუ შეიძლება და მაინტერესებს იაფსახთან დაკავშირებით თქვენ ამბობდით აქ რომ ჩუქნიან პროექტს ეს არის ინოვაციური ვიღაცასთან ველაპარაკეთ ვნახე ეს ინოვაცია და აღმოჩნდა ქაღალდის გიფსაკარტონის და ჟეშტის მასალებისგან ასაშენებელი სახე. ბატონოკობა, რაც შეეხება იაფსახს, ახლა მე რა თქმა უნდა ტექნიკური საკითხების კვლევას ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ ამის კომპეტენცია არ მეყოფა, თუმცა თქვენს მიერ დღემდეც იქნა გაცხადებული და კეთილმოწყობის სამსახურთან ინფორმაცია რომელიც გადავამოწმე, ანუ 80 წლიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს სამსახს და გათვლილია 9 ბალიან მიწისძვრაზე თუ არ ვცდები. აქედან გამომდინარე მოგაცრავთ, მაგრამ უფრო მეტი საფუძველი მაქვს რომ ვენდო კეთილმოწყობის სამსახურის მოსაზრებას ამ შემთხვევაში ვიდრე თქვენსას და დანარჩენი საკითხები რა თქმა უნდა შეიძლება დააზუსტოთ კეთილმოწყობის სამსახურთან თქვა თუ კი რაიმე შეჭვი შეგაქვთ და ეს შეჭვი არის რაიმე თქვა კვლევაზე ან მოსაზრებაზე დამყარებული. რაც შეეხება ბავშვთა სახლის სარეაბილიტაციო წესრიგის სამუშაოებს ამ მიმართულებით საპროექტო სახარსარდაცო დოკუმენტაციის შედგენის პროგრამაში არის თანხა და წლის ბოლომდე იგეგმება ამ სამუშაოების განხორციელება და დასრულება, რაც შეეხება პროექტირებას და უკვე პროექტის შესაბამისად სამომავლოდ ან უკვე მშენებლობის სამუშაოებიც. პროექტირების დასრულებას ვგეგმავთ წლის ბოლომდე და უკვე სამომავლოდ ვისაუბრებთ, ანუ სამშენებლო სამუშაოებზე, თუმცა რა თქმა უნდა ეს იქნება როგორც არსებულ შენობაზე, ასევე შეიძლება იყოს საუბარი მის გაფართოებაზეც. არსებული შენობის რეაბილიტაცია რა თქმა უნდა რესურსი გამოყენებული იქნება და ასევე მის გაფართოებაზეც და ეს პროექტი სწორედ ახალი რაც ეხა დროს ხარჯავთ გაკეთებული დევს მე როგორც ვიცი ეს არ არის პროექტი ეს არის ესკიზია და პროექტი ეხა უნდა ხარჯაღრიცხვის მომზადება და გამოუშვით პირდაპირ გამოაცხადოთ არქიტექტურული ნაწილი არ არის დეტალური მხოლოდ არის ნახაზების დონეზე ანუ მოსაზრება რაღაც კონცეფცია კონკრეტული პროექტის შემადგენელი ნაწილი რა ჩვენ რაში ვიხდით აბა იმდენ ფულს კონცეფცია არ იყო რეკლამის ფესტივალი 400.000-ა და ჰიტ ბათუმიც კონცეფცია არ იყო ყველა ფული რო დავხარჯეთ ჩვენ საუბრობთ სრულყოფილ არქიტექტურულ პროექტზე და სახარშაღრიცო ნაწილზე რომელიც უნდა მომზადდეს შესაბამისი სპეციალისტის მიერ ნეტა რამე გააკეთოთ ნეტა რაც შეეხება ქონების გადმოცემას მე პირდაპირ მინდა მოუწოდო ბატონ ერმაკოვს ურთიერთობა იქონიოს თავრობის თავმჯდომარესთან ფინანსთა მინისტრთან თუ რაიმე შესაძლებლობა არის რომ ფართი გადმოეცეს იგივე საბავშვო ბაღებისთვის იგივე მოხუცებულთა თავშესაფარისთვის აქ არის კომუნიკაციის პრობლემა იქონიეთ ურთიერთობა დაალაგეთ ურთიერთობა და მოაგვარეთ პრობლემა რუსთაველის უბანში იმხელა უბანში ბაღი არ არის ხო შეიძლება რომ ეს პრობლემა რაღაცნაირად დაждდეს ორმა თანამდებობის პირმა და გადაწყვიტოს ეს პრობლემა. კომუნიკაციის პრობლემაა რეალურად. კომუნიკაციის პრობლემაა. ერთი წლის წინ ისა ბატონ ბაგრატ მანველიძეს ვესაუბრე. ესე განვითარების ფონდთანო გვაქვს ურთიერთობა ყოველდღიურიო. ვეუბნებოდი ნაპირ გასამაგრ იმაზე რა ქვია სამუშაოებზე. ყოველდღიური ურთიერთობა რო გააქვს. ანუ საქმე რო არ კეთდება რაღაცა ინდონეზე უნდა დაალაგო თემა რომ წამოვიდეს იქედან ინიციატივა და შენაც ინიციატივა უნდა შეაგებო. დევნილების უბნის გადაცემა ერთი წლის წინ მქონდა განცხადება ადგილზე ვიყავი გასული ბრიფინგი. ქალბატონმა თეკლამ მომწერა რომ წერილი მიწერილია. წერილის მიწერი საქმე არ კეთდება რა. იმას ჭირდება კომუნიკაცია და იმას ჭირდება საფუძვლიანი მოთხოვნა. საფუძვლიანი მოთხოვნა რომ იქ სადარბაზოებია გაფუჭებული უკვე ამხანაგობის პროექტით უნდა ისარგებლოს ამ დევნილებმა, ხო? ბაღი არ არსებობს იმ ტერიტორიაზე, სკოლა არ არსებობს, ეს ხალხი არის ჰაერში გამოკიდებული. ელემენტარული სტადიონზე რომ
რაღაცა შეაკეთო იმის გამო რომ ეს ტერიტორია არ არის თვითმმართველობის საზღვრებში არ არის ჩვენი ვერ ვახორციელებთ უფლებამოსილებებს ხო შეიძლება რომ ერთი წელია უკვე ამაზე მიდის საუბარი ელემენტარულად გადმოცემა რო გავაკეთოთ არის მადლობთ მადლობთ თქვენ კომუნიკაციას გამოეხმაურები საცურაო აუზის თემას დაუბრუნდები ისიც დაპირებული იყო ბატონი გიორგი რომ საქართველოს მთავრობა სპორტის მინისტრი და ასე შემდეგ პრიორიტეტი აქვთო ამიტომ მე არ გავაკეთებ აღარ არის მინისტრი აღარ არის პრიორიტეტები არაფერი არ ჩანს და დავიწყოთ დაპროექტება ბატონო არჩილ ჩაინიშნეთ მაშინ რომ მუნიციპალური აუზი ძალიან გთხოვთ ჩაინიშნეთ და ამის მე ჩავინიშნე ისა ბატონო ირაკ თუ შეიძლება ბატონო ჯაბა როგორც იმუბნის მაჟორიტარი ერთი რჩევა მინდა მოგცეთ როგორც იმუბნის მაჟორიტარმა შეგიძლიათ თბილისში ჩაბრძანდეთ ჩაიყვანოთ ეს ადამიანები და ტოლვითა და განსახლების სამინისტროსთან იშუამდგომლოთ რომ ეს ტერიტორია იყოს გადმოცემული ქალაქზე ამის უფლება თქვენ გაგაჩნიათ იმიტომ რომ შენ ვერაფერს ვერ აკეთებ დიმა იმიტომ უნდა ვარბენინო ხალხი თბილისში რომ შენ ხარ უძლური ამის გამო ხო არცალია დიმა სირცხვილით როგორ აი რეკომენდაციას ნახდათ ვერ მივიღებ დიმა ამაზე არის მადლობთ გასაგებია პოზიციები თუ სხვა კითხვა არ გაქვთ ბიუჯეტთან დაკავშირებით კენჭწყალს დავაყენებ მაშინ საკითხს და მესამე საკითხია მომხრე წინააღმდეგი 1 2 3 4 5 ალობთ მიღებულია მეოთხე საკითხი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება მოგესალმებით საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შედის ცვლილებები ემატება 15 უძრავი ქონება ეს არის 4456 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ჯამურად და 24 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართი საერთო საწყისი საპრივატიზებო საფასურით 493,800 ლარი ასევე ემატება 15 მოძრავი ობიექტი ეს არის ჩამოწერილი ავტომანქანები ფაქტიურად გამოუსადეგარი ჯამური ღირებულებით 18,150 ლარი თუ რაიმე კითხვები გექნებათ კითხვები გაქვთ საკითხი რომ დავაყენეთ რომ მობძანდეს იმან რა ქვია ბოტანიკურის დირექტორმა არავინ ყურად არისო ეს არავინ ყურად არისო და არც კი დაურეკა არავინ არც მერიამ არ დაურეკა არც აკრებულომ არ დაურეკა ამაზე ვლაპარაკობ ძმაო პატრას რა სხვა რამეს კი არ ვამბობ არა კამერები ატარა ხელი გაანძრით რა ხო დამეთანხმე რომ მოვიწვიოთ რომ სად არის გეკითხები ლაშა ვის უნდა დავალებული არა კამერები გავიდა და იმიტომ გეუნები კამერა აგერა ხო და მე ხელი ააფარ ერთი და მაშინ მასე ვილაპარაკ პირდაპირ ეთერში კარგი მალოთ თუ კითხები ყობა არ გაქვთ რა ვიცი როგორ მოხდა ეგ ამბავი დავაყენებ კენჭთღაზე მაშინ აზრი კითხვა მაინც ხომ საზოგადოება არა კითხვა რომ დავსვა აზრი არის ნუ უსმენს ხომ საზოგადოება შენს პოზიციას ყოველ შემთხვევაში კარგი მალოთ ვაყენებ კენჭთღაზე მომხრე წინააღმდეგი ალოთ მიღებულია მეხუთე საკითხი შემდეგი საკითხი ეხება შემდეგ ესე იგი 2010 წელს განხორციელდა ხიმშიაშვილის ქუჩის გაგრძელების სამშენებლო სამუშაოები, რა დროსაც ათვისებაში მოხდა გარკვეული ოჯახები, მათთან გაფორმებული იქნა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით ბათუმის მუნიციპალიტეტი ვალდებულებას იღებდა კონკრეტული საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. ეს საცხოვრებელი ბინები იმ დროისათვის იყო მშენებარე სტატუსი ჰქონდა, დღეისათვის სახლი მიღებულია ექსპლუატაციაში, ხოლო ხელშეკრულებაში ჩაწერილ ფართსა და რეალურად მშენებლობა დამთავრებულ სახლში არსებულ ფართებს შორის არსებობს გარკვეული სხვაობა მეტობის კუთხით, საიმისოთ რომ აი ამ მოსახლეობას არ წარმოეშვათ ზედმეტად გადაცემული ფართის ღირებულების გადახდის ვალდებულება, შემოვედით თხოვნით იმ
იმ პირობით რომ მომხდარ იყო ამ ქონების გადაცემა, იმ პირობით რომ მათ არ წარმოეშვათ ზედმეტად გადაცემული ფართის ანაზღაურების ვალდებულება. საუბარია 3.3 კვადრატულ მეტრზე, 6-ზე, 7-ზე, 1.3-ზე და ასე შემდეგ. კითხვები გაქვთ? თუ არ გაქვთ, დავაყენებ კონსტიტუცია. მომხრე. ინაოდეთ, მადლობთ, ერთხმად მიღებულია. და მე-6 საკითხი, მანქანაჩვენებლის ტერიტორიის პირობიანი როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 19 მარტს საკრებულოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა მანქანაჩვენებლის ქართლის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები. პირობაში განსაზღვრული იყო, რომ უნდა მომხდარიყო მათი პრივატიზება, ხოლო პრივატიზების შედეგად მიღებული თანხა უნდა დაფინანსებული იყო მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ განკარგულებით გადაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზება არ მომხდარა, ხოლო ამავდროულად განხორციელდა ბათუმის სტადიონის მშენებლობის ადგილმონაცვლეობა, განისაზღვრა მანქანაჩვენებელი ქართლის ტერიტორია. წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ითვალისწინებს აი ამ 2015 წლის 19 მარტის ნომერ 13 განკარგულებაში ცვლილების შეტანას, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები გადაეცემა იმ პირობით, რომ განხორციელდეს სტადიონის მშენებლობა. გარდა ამისა, გადაეცემა 4120 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს ადრე გადაცემული ორი მიწის ნაკვეთის ერთგვარ გამაერთიანებელ მიწის ნაკვეთს. დიახ, ჯამში 7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. არის, მადლობთ, კითხვები ყობა. გინდოდა რაღაც. დიახ, საკმარისი. ანუ ბატონო დავით, როდესაც პირველად კომისიამ გადაწყვიტა, რომ ოლიმპიური სტადიონი უნდა აშენებულიყო, მაშინ ვერ ჩაეტეოდა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ოლიმპიურ სტადიონს დამატებითი ბილიკი უნდა ასე შემდეგ. ანუ ამ კონკრეტულ ნაკვეთზე და იმიტომ ითქვა უარი თავიდან. ეხლა მე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, როცა გამარჯვებული ფირმა თქვა ესკიზზე გამოვლინდა იქ რაღაცები, მე გარკვეული მიზეზების გამო შეწყდა იმ ესპანურ კომპანიასთან ხელშეკრულება, მე თავიდან გადაწყვიტა კომისიამ, რომ აშენებულიყო არაოლიმპიური თან რაღაც გარკვეული თანხები დაიზოგებოდა ამაში და ანუ სუფთა სისხლის, ესე ვთქვათ, წმინდა საფეხბურთო სტადიონი იქნება ოლიმპიური ბილიკის გარეშე. 20,000 კაცზე გათვლილი და ანუ შესაბამისად უკვე უნდა ეტევა ანუ იქ სპეციალისტების, ესე ვთქვათ, მუშაობის შემდეგ ითქვა, რომ ეტევა ამ კონკრეტულ ნაკვეთზე, გარდა მაგისა კომპანიას ევალება ვალდებულებაში წარმოადგენს UEFA-ს, ესე ვთქვათ, ლიცენზია და ნებართვა იმ ადგილზე სტადიონის განთავსების, ანუ მთელი პროცედურებია. ანუ ისე ვერ დაიწყოს ვერ მშენებლობას, ვერ პროექტის კეთებას, თუ თავიდან არ იქნა UEFA-ს თანხმობა აღნიშნულ მასთან, რა ქვია, აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომ UEFA-მ უნდა მისცეს უპირველეს ყოვლისა თანხმობა, რომ ეს სტადიონის თავისი პარკირებით და თავისი გაბარიტებით ამ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, დაეტევა და ანუ ყველანაირ, ესე ვთქვათ, სამართლებრივ ფორმაში იქნება მოქცეული. კითხვა შეიძლება? დიახ. თქვენ წინა კომისიის ხდომაზე ახსენეთ, რომ ეს მოხდება პირდაპირი მოლაპარაკების გზით სტადიონის მშენებლობა. არა, ტყუილია. ეგ არ მithქვა. მე ვთქვი, პირდაპირი მოლაპარაკების გზით იქნება პროექტის. კი ბატონო, შესაბამისად შეგვიძლია გამოცხადება საერთაშორისო მშენებლობაზე. კი ბატონო, როგორ მოხდება ყობა დაახლოებით 30 მილიონი რატო ჭირდება პროექტის შეძენა პირდაპირი წესით, როდესაც 20-ზე მეტი პროექტი იყო კონკურსში მონაწილე? ის სხვადასხვა 1-2 პროექტი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს იმ 20-ზე მეტი 30. და რა ვიცით, რომ ის ერთი, რომელზეც პირდაპირი და პროექტება იწყება, სად არის? თქვენ მოაწყვეთ დიდი საჯარო განხილვები პროექტების 23 კაციანი კომისია იყო, რომელიც ჯელობდა საზოგადოების სიმპათიებიო ამბავი მთელი ყიამეთი დაატრიალეთ იმის გამო, რომ ობიექტური და რაღაც საჯარო შერჩევა მოგეხდინა და ჩააგდეთ ის პროექტი. თითქოს და გეოლოგიური დასკვნის გამო. ეხლა გადმოგაქვთ ეს სტადიონი და მე ამ გადმოტანასაც დაუჭერ ეხლა მხარს, ოღონდ რამე გააკეთოთ. იმდენად უძლურები ჩანხართ. და სერიოზულად გეუბნებით, პრინციპულად დაუჭერ ხარ, იმიტომ რომ თავისუფალი დემოკრატები აჭარის უმაღლეს საბჭოშიც პრინციპულად დაუჭირეს ხარი იმ ცვლილებას, სადაც შეფესე სტადიონი, მაგრამ ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ არაგამჭვირვალე პირობებში დაგიჭერდით ხარს საქმეების კეთების. პირველი არაგამჭვირვალობა
და ბევრი კითხვის ნიშნის გაჩენა ხდება სწორედ იმ მომენტში, როდესაც თქვენ იწყებთ პირდაპირ მოლაპარაკებით პროექტის შესყიდვას და საზოგადოებას არც უფლებას აძლევთ იმისა, რომ მოიკითხოს მაინც ამბავი და აქ დამსწრეს საკრებულოს წევრებმაც არ იციან არაფერი სტადიონთან დაკავშირებით. მეორე, არა, კი ბატონო, მე კითხვას ვსვამ და თქვენ მიპასუხეთ თუ გინდა მთელი დღე ვისაუბროთ. მეორე, ბოლოს და ბოლოს ესა კაფე ოპოზიცია როდის იქნება ამ ინფრასტრუქტურულ ან როდის იწყება ხარჯვა. ეხლა თქვენ აპირებთ პროექტის შეძენას, მერე გამოცხადება ტენდერი, როდის მიიღებს პირველი აგურის დადებას და როდის იქნება საფინალო გახსნა სტადიონის. ეკონომიკის სამინისტრო უფრო ამაში მეტად დეტალებით, მაგრამ მე ერთმა კაცმა ალბათ. არის ახლა მთავრობის მეთაურმა სამინისტროს არა, გეტყვით, მეც ვიცი. რაღაცეები ამასთან დაკავშირებით. ანუ მიწის გადაცემის აუცილებლობა იდგა დღის წესრიგში შესაბამისად, იმიტომ რომ თვითონ პროექტი, ანუ ეს ორი ნაკვეთის შერწყვა მოხდება, ანუ 7 ჰექტარზე მოხდება, ესე ვთქვათ, მშენებლობა და ამიტომ პროექტირება უნდა დამზადდეს ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე და შესაბამისად სამუშაოები ვერ იწყებოდა პროექტირების, სანამ არ იქნებოდა შერწყმა და შესაბამისად გადაცემული მთავრობის აჭარის მთავრობაზე. რაც შეეხება აღნიშნულ პროექტს, მოლაპარაკება მიმდინარეობს რამოდენიმე თურქულ კომპანიასთან, რომელმაც წარმოადგინა ესკიზები, რამოდენიმე ესკიზი წარმოდგენილი არის, რომელიც ყველანაირ სტანდარტებში იჯდება და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ვერანაირ და ვერც აჭარის მთავრობა და ვერც საქართველოს მთავრობა ვერ დაიწყებს მშენებლობას. ყოველ შემთხვევაში დაიწყებს, მაგრამ თუ სტანდარტებით არ იქნება სტანდარტებში, თქვა ჩარჩოში მოქცეული, ვერანაირ სტადიონი ვერ აშენდება ბათუმში. აშენდება, მაგრამ იმას UEFA არ მოგცემს ლიცენზიას, რომ იქ თამაშები ჩაატარო და საქართველოს ჩემპიონატი ჩაატარო. ამიტომ ყველაფერი თავი და თავი მიდის იქეთ. შენ რომ სვამ კითხვას ლეგიტიმურს, რომ ვინ არის გარანტი იმის, რომ ეს პროექტი იქნება სტანდარტებში არის გარანტი UEFA-ის ის ნორმა, რომელსაც მე UEFA სტანდარტებს არ გულისხმობ. მე გულისხმობ ფულის განკარგვის გამჭვირვალობის სტანდარტებს. ფულის განკარგვის გამჭვირვალობა. ეს არ არის განსაკუთრებული გადაუდებელი საქმიანობა, სადაც პირდაპირ შეიძლება შესყიდვა განხორციელდეს. კითხვები არსებობს. რამოდენიმე კითხვა და გცემ პასუხს. რაც შეეხება სტანდარტებზეც ისაუბრე, რომ პროექტი იქნება სტანდარტული. თუ არ იქნება სტანდარტული, არც შესაბამისად ნებართვას არ მოგცემენ საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდეს აღნიშნულ სტადიონზე და თამაშები ბათუმის დინამო იქნება და სხვა კლუბები ითამაშოს ამ სტადიონზე. ვითამაშოთ მარტო ჩვენ საკრებულოს დეპუტატები, ანუ ეს უფლება გვექნება. ამ შემთხვევაში, ანუ არის ჩადებული იქნება პირველი ნორმა ხელშეკრულებაში, რომ მოითხოვოს ლიცენზია წარმოადგინოს ნებართვა UEFA-ის მიერ, ჯერ ამ კონკრეტულ ნაკვეთზე აშენდეს აღნიშნული პროექტი, რაც იქნება შემუშავებული. მეორე, რაც შეეხება ფულის ნაცვლს, გამოცხადებული იქნა ესკიზზე, იყო გამოცხადებული და გამარჯვებული ესპანური კომპანია და მე უნდა წარმოედგინა იმას 4 თვის ვადაში პროექტირება, პროექტი უნდა დაესრულებია და ამ პროექტის ესე ვთქვათ ვადის გაგრძელებას ითხოვდა რამოდენიმე თვით ეს ესპანური კომპანია პლუს მაგას ჩვენ ესპანურ კომპანიასთან შეთანხმებულები ვიყავით რომ პროექტი დაჯდებოდა ანუ მაშინდელი კურსით 35 მილიონი ლარი სადღაც იყო 20 მილიონ დოლარი ითვლებოდა და ანუ შესაბამისად რაც ესპანურმა კომპანიას აპირებდა უпроსორად რაც განაცხადესო ისინი ვერ ჩაეტეოდნენ ამ 20 მილიონ დოლარში და შესაბამისად ეს თანხა დაახლოებით 36 მილიონი შეადგენდა ამერიკულ დოლარს ეხა 100 მილიონის ფუფუნება არც რეგიონზე არ ზოგადად საქართველოს მთავრობას არ გააჩნია რომ ეხა სტადიონი ავაშენოთ მაგ-ფასის ღირებულების ბათუმში არც ეხლა ღირს ნაკლები მაგრამ გაცილებით ნაკლები გვიჯდება, ну ნახევარი ნახევარით ნაკლები მაინც გვიჯდება, რაც ის ესპანური კომპანია ჩვენ ამ წინადადებას გვთავაზობდა. ანუ გარკვეული მიზეზების გამო ამ ესპანურ კომპანიასთან მოხდა ხელშეკრულების შეჩერება და მე ვფიქრობ, რომ სწორიც მოხდა, რომ ეგრე გააკეთა ფინანსთა სამინისტრომ და ხელშეკრულება გაუქმეს, იმიტომ თავიდან აბსოლუტურად სხვა მოლაპარაკებები იყო და მე სხვა ესე ვთქვათ, მადა აღეძვრა ამ კომპანიას და ამიტომ მოხდა მათთან შეჩერება. ეხლა ამ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ეს პროექტი იქნება ჩვეულებრივად რჩება 20000 კაცზე. ერთადერთი რაც მოაკლდა აღნიშნულ პროექტს ის რომ ბილიკი, ოლიმპიური ბილიკი არ ექნება სტადიონზე, იქნება წმინდა საფეხბურთო სტადიონი. ეს რა თქმა უნდა დაიზოგება ამით კიდე გარკვეული თანხები, ცოტა არ ჯდებოდა დამერწმუნედ რამოდენიმე მილიონი ლარი ჯდებოდა. ახლა ზუსტად ციფრს ვერ ვიტყვი. ეს ოლიმპიური ბილიკით აშენებული სტადიონი გაცილებით რამოდენიმე მილიონი ლარით მეტი ჯდებოდა. ერთადერთი და იქნება ის რომ არ იქნება ოლიმპიური ბილიკი, დანარჩენი 20000 კაცზე რაოდენობა რჩება, დაახლოებით თანხა
ეს ვარაუდობს აჭარის მთავრობა 20 მილიონიდან 26 მილიონ დოლარამდე, ანუ ეს კომპანიამ უნდა დაგვითვალოს, ანუ ითვლება თითო კაცის ესე ვთქვათ, ერთ ადამიანზე თulis ეს საპროექტო სამუშაოები, საპროექტო კომპანია, რომ $1300-მდე ვარაუდობენ, რომ გავა თითო ადამიანის, მათ მიერ დაპროექტებული თითო ადამიანის, ესე ვთქვათ, თანხა ერთ ადამიანზე გავა $1300, ეს 20000 კაცი, რომ გაამრავლო $1300-ზე, გამოდის $26 მილიონ. ეს არის მაქსიმალური ციფრი, რაც შეიძლება აჭარის მთავრობამ გაწვდეს და აღნიშნული პროექტში, ვთქვათ, თანხა გადაანაწილოს 2 წელი იქნება თუ 2 წელი და 6 თვე ამ პერიოდზე გადაანაწილოს და მოხდეს სტადიონის აშენება. ანუ ესეც დაახლოებით 50 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ამ ეტაპზე რა სიტუაციაც არის, ორი კომპანია ვისთანაც აწარმოებენ ამ თურქულთან მოლაპარაკებას, ერთ-ერთთან შეჯერდებიან, აქვს მაგის ესე ვთქვათ ექსკლუზიური და დისკრეციული უფლება მთავრობის თავმჯდომარეს, რომ პირდაპირ მოლაპარაკება აწარმოოს ნებისმიერ კომპანიასთან და არ იქნას კიდევ 9-ჯერ ჩავარდნილი ტენდერი, როგორც იყო ეს ბაზასთან დაკავშირებით და მე ოპოზიციის ესე ვთქვათ შენიშვნები შეიძლება რაღაც მეტნაკლებად მისაღები და რაღაც ნაწილში მიუღებელია, რომ არ იქნა წელიწადნახევარი ამ ბაზის დაწყება, ამ ბაზის რა ვქნათ, ვარდებოდა ხე ტენდერი და ძალით ვერ ვეტყოდოთ კომპანიას, რომ მიეცა პირდაპირ უფლება და ვთქვათ გამარტივებული შესყიდვით. მე მაგალითად ბატონ მერს ვუთხარი რამოდენიმეჯერ, რომ 5-ჯერ ტენდერის გამოცხადებას მიეც მეორე მესამე ჩავარდა, მიეც პირდაპირ ნებისმიერ გამოსულ კომპანიას, რომელიც იქნება უცხოური თუ ქართული კომპანია და დაიწყო დაადგეს საშველი და დავიწყო მშენებლობა. ამას დღეზე ვარ დღესაც მე. კიდევ გამოცხადება ტენდერი, კიდევ ჩავარდება, მე კიდევ გამოცხადება, კიდევ ჩავარდება, ამიტომ აქვს მაგის დისკრეციული უფლება და მისცემს ერთ-ერთ თურქულ კომპანიას ორთან აწარმოებს მოლაპარაკება, ვისაც აქვს გამოცდილება და აშენებული აქვს არა მარტო თურქეთის საერთაშორისო გამოცდილება აქვს სტადიონების მშენებლობის და მოგიხსენება და თურქეთი მაგ მიმართულებით არის განვითარებული რეგიონი, ესე ვთქვათ, და მისცემს ამ ერთ-ერთ კომპანიას პროექტის დამზადების, რომელიც ღირებულება არის ფასი 800,000 ლარი ჟდება მგონი პროექტირება, აღარ მახ 600 ან 800, აღარ მახსოვს ზუსტად ციფრი, რომელზეც იყო ტენდერი თავის დროზე გამოცხადებული და ეს კომპანია დაამზადებს პროექტს, დაითვლება, ხარჯაღრიცხვა დაიდება და შეთანხმებულები არიან, რომ 20 მილიონიდან 26 მილიონის ღირებულების ფარგლებში უნდა ჩაეტიოს სტადიონის პროექტი. ამის შემდეგ გამოცხადება საერთაშორისო ტენდერი და მიიღებენ სხვადასხვა კომპანიები მონაწილეობა მშენებლობას. იქ იქნება ერთლოტად გამოცხადებული თუ ცალ-ცალკე სხვადასხვა გაზონს სხვა გააკეთებს, განათებას სხვა კომპანია, ტრიბუნებს სხვა აშენებს, დრენაჟს სხვა კომპანია გააკეთებს. ეს იქნება მერე ცნობილი. ანუ ერთმნიშვნელოვნად ყველა კომპანიამ მოითხოვა ესპანურიდან დაწყებული თავიდან ან გამოცდილება რაც არის 4 თვე პროექტირების, ესე ვთქვათ, პროექტირებაში დაჭირდა. ცოტა მეტი მოითხოვეს, მაგრამ კაცად განუსაზღვრა მთავრობა, რომ 4 თვეში უნდა დასრულდეს პროექტირება სტადიონის. და ამის შემდეგ უნდა გამოცხადდეს ტენდერი. ეს პროექტირება დაახლოებით გავიდა სადღაც იანვრის ბოლომდე, ანუ იანვრის ბოლოს უკვე ცნობილი იქნება პროექტი სტადიონის, როგორც არის გეგმაში ყოველ შემთხვევაში და მერე გამოცხადება ტენდერის უნდა 20 დღე და შემდეგ პროცედურები როგორც იქნება ისე. გისმენთ. მაშინ მოგეთ აქ კიდე მეორე ამბავი ხდება, აჭარის მთავრობა ვერ მოახერხა და მისივე მოწერილი წერილით როცა ითხოვდა, რომ მე მგონი ხაზარაძის კომპანია ითხოვდა 3000 კაცს დავასაქმეფო და მოკლედ მთებს დავგრიხავო, ვერ მოახდინა მოკლედ ამ ტერიტორიის განკარგვა. მაგრამ ამის გამოც არ გახსენებთ, რომ ის უხეირო შედგა, უხეირო თუ წარიმართა მოლაპარაკება, მე იმიტომ გეუბნებით, რომ საკრებულომ შექმნა წინა ამ გადაწყვეტილების მიღების დროს პრეცედენტი, როდესაც ვალდებულებით გადავეცით ქონება. ახლაც თუ შეიძლება და წინა საკითხთან დაკავშირებით უბრუნდები მეტაქსას ქუჩას მშენებლობას, თუ შეიძლება რახან ვაძლევთ დაახლოებით 8 მილიონზე მეტი, უკვე 10 მილიონზე ავა, ხო ალბათ ამ ქონების ღირებულება. ნუ კვადრატული მეტრებით რო დავწოთ 8 მილიონიდან 10 მილიონი. 8 გამოდიოდა და ეხლა დაემატა კიდე ტერიტორიები. შერწყმა იყო საჭირო, არ ემატებოდა. არა, ემატება, ერთი მიწის ნაკვეთი ემატება. ანუ 3 მიწის 4120 კვადრატული მეტრი ემატება და ჯამში 7 გექტარს ვაძლევთ მაინც იმ კომპანიას, ხო რა მნიშვნელობა. ანუ ბატონო ირაკ. არა, 7 გექტარი იყო, 7 დარჩა. 7 გექტარი იყო თუ რა დარჩა, მე იმას გეუბნებით, რომ თუ შეიძლება პირობით გადავცეთ აჭარის მთავრობას, დავამატო და გადავცეთ პირობით, რომ ის უზრუნველყოფს ქონების მიღების სანაცვლოდ და მე ამას ხარს უჭერ მეთქი გეუბნებით ამ თქვენს წინადადება სტადიონის გადმოტანასთან დაკავშირებით, უბრალოდ დავამატოთ ერთი პუნქტი, რომ მეტაქსას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც არის ერთადერთი შენობა სავარაუდოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც შეიძლება ბაღის განთავსება,
გადმოეცეს ქალაქ ბათუმის მერიას მიზნობრივად გადმოსცეს. ესეც მჭირდება გარანტიად, კარგი იქნება თუ მერიასაც ვალდებულებით ექნება ქონება მიღებული. ამასთან არის ჩვენ ვაძლევთ 12 მილიონი ლარის ქონებას და არ გვაძლევს და აჭარის მთავრობა ბატონო ირაკლი არ გვაძლევს ერთსახე მოძველებულ შენობას იმისთვის რომ ბავშვთაბაღი გავაკეთოთ. ამიტომ 14 მილიონად მეტაქსას ქუჩაზე დგომი ორსართულიანი პატარა შენობის ყიდვაზე მაქვს საუბარი, რომელიც ჩვენ ვიყიდოთ მაშინ მათგან. გაუცვალოთ 14 მილიონში გაუცვალოთ 500 კვადრატიანი შენობა ბავშვთაბაღისთვის. 8 მილიონს გვაძლევს ამ აღნიშნულ ნაკვეთში 2015 წლის ბიუჯეტში მთავრობა აჭარის. ამაში გვაძლევს? არსად არ წერია რომ გაძლევს. ამაში უნდა მოეცა. ამაში უნდა მოეცა და ეს ვალდებულება. გაიყიდა და როგორ უნდა მოეცა? ეს ვალდებულება ქრება, ირაკლი. ქრება. ხო, მესმის. აღარ იქნება, აღარავინ არ გაძლევს 8 მილიონს, დაივიწყე ის 8 მილიონი. ამიტომ მომცეს, არ მინდა 8 მილიონი, მოგცეს ერთი შენობა მეტაქსას ქუჩაზე. ჩავწეროთ პირდაპირ მოვთხოვოთ ასე. არ გაძლევს, კაცო, არა, მე ისმინე. არ იძლევა. ბულკი არ მოუწია და ახლა 8 მილიონს მოგცევს ლევა? ისა. აი ახლა რა. ის ვალდებულებით რაც უნდა იძლიოს აჭარის მთავრობა. ვალდებულებით რაც უნდა გვაძლევს აჭარის მთავრობა, ეს სხვა. ბატონმა თავმჯდომარემ განაცხადა რომ აღარ იძლევა მაგ 8 მილიონს. ესე იგი ისა გოგა რა მაინტერესებს ჩვენ რომ მიმართეთ ამ მეტაქსას ქუჩის გადმოცემაზე, შენობის გადმოცემაზე, რა უარი რის საფუძველზე გვითხრა? სხვა გეგმები აქვს აღნიშნულ ქონებასთან მიმართებაში, კერძოდ იგეგმება იქ არსებული მუზეუმის გაფართოება. განათლების მუზეუმის? დიახ. არ არის კარგი ადგილი, დაკეტილი აქვს ის შენობა. კარგია თუ ცუდია ქონების მესაკუთრე გადაწყვეტა ეგრე. კი, როცა თამამაიშვილის 3 მუზეუმის დახურვას ფიქრობდა საერთოდ გაქრობას. მაშინ არ ჭირდებოდათ არც ეს შენობა და არც სხვა არაფერი და ღირსეულ პირობებში გადაიყვანონ განათლების მუზეუმი, არ შეიძლება იქ იყოს. იქ იყოს ბავშვთაბაღი, რომლისთვისაც ყველაზე კომფორტული ადგილია ეს ტერიტორია. უბრალოდ კითხვები გაქვთ სხვა ამ მიწის ნაკვეთზე. ჩანაწერი გავაკეთოთ, დავამატოთ. დავამატოთ. სიტყვაზე ვერ გენდობი ბატონო ირაკლი, მაპატია. არ ვამობ სიტყვაზე, მე იმიტომ რომ ერთხელ იყო გენდეთ სიტყვაზე რომ 700 კვადრატს აჭარის მთავრობა გადმოცემდა მერიას და არ შემდგარა ეს გადმოცემა მიწის მონაცვლეობის ხარჯზე და გადაგვაგდო. და ასე გადამგდებ ხალხთან ურთიერთობა, მხოლოდ ჩანაწერით შეიძლება და ვალდებულებით. მაშინაც იძახდით რომ პირადად ვეთყვი და თანხმობა არისო ყველა დონიდან. კი ბატონო. კარგით. სხვა კითხვები გაქვთ? აში ვაყენებ კენჭვა. თანხმობა არის საჭირო მერიის ახმე როგორ უნდა? დიახ ბატონო თემ. კი ბატონო დავით, გინდოდათ რა? ასე. ხო და მე ისე მივწეროთ კაცო, ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით რა. ხო და ბალაზემ თუ უარი უთხრა ახლა მე რა, ბალაზი თქვა გინდა არ გინდა მომეცით ხო? 14 მილიონს ითხოვს და ერთი ბაღი მოგცეს. რომელ 14 მილიონს ითხოვს? 14 მილიონის? არ ითხოვს, აქ შენ ბათუმში არ ითხოვს შენ? ბალაზემ სტადიონი 14 მილიონს აზრითხოვს ხალხო სტადიონს აშენებენ ეს. ნუ სახში ხო არ მივახა რა. ასე? არა, დათვალე რა. იცი. თუ იმას კი არ ვამ, მისმინეთ ბატონო ისა რა ქვია, ახლა პოლიტიკურად გეტყვით რა. ჩვენ ამ სტადიონს უმაღლეს საბჭოში რომ სტადიონი აშენებულიყო და აშენებულიყო რესპუბლიკური საავადმყოფო ხმა მივეცით, ოპოზიცია მივეცით, ხმა დამამთავრებინეთ ერთი წამი დამამთავრებინეთ და ჩვენი ხმა იყო გადამწყვეტი. ეხა ჩვენ ვითხოვთ რომ იქნებ ბაღისთვის მოგცე შენობა. თქვენ რო ამბობთ რომ ვაიმედე და სტადიონი ყველაზე პირველი ჩვენ გვინდა, შეიძლება არ თამაშობდე ფეხბურთს, მაგრამ მინდა ამ ქალაქში სტადიონი და ბაღის შენობა რო გადმოგცეს, რა ვერ გაიგეთ ბატონო თენგიზ ამიხსენით ახლა. ტრანსფერი გერა ბაღი. არ იძლევიანო, ბატონმა ისა ვალდებულება ქონდა წინა დადგენილებაში. ეხა ქრება. ქრება ეს ვალდებულება. არ არის არ არის ბატონო თენგიზ. სხვა
მაგა როგორ ბაღია, ბაღს არ თავისი სტანდარტი. 350 მეტრი ფეხით სიარულის მანძილზე. ეგ ბაღის ნაკვეთი გადმოგვეცემა თუ არ გადმოგვეცემა, მაგას ჩვენ ვერ გადავწერთ. მაგას უნდა მერიის თანხმობა. შესაბამისად მერიის თანხმობა კი არ უნდა. აბა პირობით მაგ პირობით თანხმობა. ვერმად თანხმობა გამოხატა მაშინ, როდესაც მიწერა აჭარის მთავრობას. უთხრას უარი. არა, ჩვენ შეგვიძლია აქ ჩავწეროთ ვალდებულება და იმით უყაროთ კენჭი. კარგი რა. შეასრულეთ. არა თუ არ მესმის მოდა მიკროფონში თქვი რა. ბატონი გიორგი, იქნება წინააღმდეგი რომ პირობით ჩავწეროთ და გადავცეთ მთავრობას? როგორ ფიქრობთ? პირობით ეძლევა ეს სტადიონი დააშენეს. არა, პირობით იმის მეტაქსის ქუჩის შენობის გადმოცემა. ამ პირობასთან აშუაშია ხალხო. ისე მივაწერინოთ მერს თავიდან კიდევ. ისე მიწერა და უარი უთხრენა მაგასაც. არა, კიდე მივაწერინოთ. აი დავაყენე. კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო. არაფერი შუაში არა, ყობა თუ უჭერ მარილი მოაყარე ბოლომდე. არ უნდა ისეანად რომ დაუჭირეს უმაღლეს საბჭოს შენმა კოლეგებმა ის არ უთქვათ რომ მეტაქსას ქუჩა, ბაღის ქუჩა, იმის ქუჩა. თუ უჭერ ხარს ისე რომ არ დასვა ზედმეტი შეკითხვა და დაუჭირე მხარი. რა თუნდა მეტად თუ მიზეზებ რომ მხარი არ დაუჭირე. არა, მეტაქსა იცით რა თუნდა? ამ უბანში არის საბავშვო ბაღის პრობლემა. ვალაძეს მაგ მეტაქსას გადმოცემასთან დაკავშირებით. კი არ არის ადამიანო. ეგ სხვა საკითხია. კარგი ბატონო დავით, მადლობა. ვაყენებ საკითხს. აი ახლა ბატონო დავით, თქვენ თუ ყველაფრის გაправება გინდათ, გზა დამილოცნია რა. კარგი. მომხრე ვინ არის? მომხრე. ტაში, მადლობა. წინააღმდეგი. თქვენ ნამდვილი წინააღმდეგი ხარ ბატონო თემურ ხელდასა. მადლობა. მიღებულია და დასრულებულია სხდომა. მომისმინეთ სტუდენტების თემა გვაღელვებს ალბათ, ხომ და გავიაროთ. შემიცვენოთ ერთ 15 წუთი და გავაგზავნოთ.